მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნიდერლანდების რევოლუციაზე. იცით, ეს არის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური დავითისა და გოლიათის ამბავი. ამბავი იმისა, თუ როგორ დაუპირისპირდა ერთი პატარა ერი თავისი დროის უძლიერეს იმპერიას და გაიმარჯვა. აი რას გავივლით დღეს. ჯერ ვნახავთ საერთოდ როგორ აღმოჩნდა ეს ტერიტორიები ერთ იმპერიაში. მერე ჩავღრმავდებით თუ რამ გამოიწვია აჯანყება. გადავალთ 80 წლიან ომზე, ვნახავთ როგორ აღზევდა სრულიად ახალი რესპუბლიკა და ბოლოს ვისაუბრებთ იმაზე თუ რა დაგვიტოვა ამ რევოლუციამ. და მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს უპასუხებთ, ეს არის: როგორ მოახერხა ევროპის ერთმა პატარა ჭაობიანმა კუთხემ, რომ დაპირისპირებოდა მსოფლიოს უდიდეს იმპერიას და თან შეექმნა ისეთი სახელმწიფო, როგორიც მანამდე არავის ენახა. ეს ამბავი, რომელმაც არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო შეცვალა. კარგი, მოდით თავიდან დავიწყოთ. სანამ კონფლიქტამდე მევალთ, ჯერ უნდა გავიგოთ, რას წარმოადგენდა მაშინდელი ნიდერლანდები და საერთოდ როგორ აღმოჩნდა ეს მიწები უზარმაზარი ესპანეთის იმპერიის ხელში. აი აქ თავარია დავივიწყოთ ერთიანი ქვეყნის იდეა. წარმოიდგინეთ 17 სხვადასხვა პროვინციის ერთობა, თითოეული თავისი კანონებით, თავისი ხასიათით. ეს არ იყო რაღაცა მიყრუებული კუთხე, არა, ეს იყო ევროპის ეკონომიკური გული, სადაც ფულიც ტრიალებდა, იდეებიც და მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოსული გემებიც იყრიდნენ თავს. და როგორც ხშირად ხდება ისტორიაში, ყველაფერი პოლიტიკურმა თამაშებმა და სამეფო ქორწინებებმა გადაწყვიტა. ხო და ამ რთული დინასტიური სვლების შედეგად ევროპის უმდიდრესი რეგიონი ესპანეთის მეფის ჰაბსბურგების დინასტიის ხელში აღმოჩნდა. და სწორედ აქ დაიწყო ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეჯახება, რომელსაც კონფლიქტი უბრალოდ არ ასწდებოდა. მოკლედ, რა სურათი გვაქვს? ერთ მხარეს არიან მდიდარი, თავისუფლებას მიჩვეული პროვინციები, მეორე მხარეს კი შორეული და ავტორიტარული იმპერია. აბა რა შეიძლებოდა ცუდად წასულიყო, ხომ? მოდით ვნახოთ რა გახდა ის ნაპერწკალი, რომელმაც ეს უზარმაზარი აჯანყება გამოიწვია. იცით, ყველაფერი სამთავარ რამეზე დავიდა. რელიგია, ძალაუფლება და ფული. ესპანეთის იმპერია სასტიკი კათოლიკე იყო და ვერ იტანდა პროტესტანტიზმის გავრცელებას. ამასთანავე ცდილობდა ადგილობრივი მმართველობა გაენადგურებინა და ყველაფერი პირდაპირ მადრიდიდან ეკონტროლებინა. და ბოლოს ვინ იხდიდა ესპანეთის გაუთავებელი ომების ფულს? რა თქმა უნდა, ნიდერლანდელები უმძიმესი გადასახადებით. სწორედ ამ დაძაბულობამ გამოიწვია კონფლიქტი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც 80-წლიანი ომი. უბრალოდ დაფიქრდით, ომი, რომელიც თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ეს ქრონოლოგია კარგად გვაჩვენებს რა გრძელი და რთული გზა იყო. ყველაფერი 1568 წელს დაიწყო, როცა ვილემ ურანელმა აჯანყება წამოიწყო. მაგრამ გარდამტეხი მომენტი იყო 1579 წელი. ჩრდილოეთის პროვინციები გაერთიანდნენ და ფაქტობრივად თქვეს: ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ომი აწლეულების მანძილზე გაიწელა პატარა შესვენებებით და მხოლოდ 1648 წელს ესპანეთმა საბოლოოდ აღიარა მათი დამოუკიდებლობა. ამ ბრძოლამ რამდენიმე თაოგა გამოიარა. მაგრამ ომის დასასრულის სინამდვილეში რაღაც ახლის დასაწყისი იყო. დამოუკიდებლობით დაიბადა არა უბრალოდ ახალი ქვეყანა, არამედ სრულიად ახალი მოდელი, რესპუბლიკა, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა თავისი სიძლიერითა და სიმდიდრითა. როგორც კი ესპანური იმპერიის მარწუხებისგან გათავისუფლდნენ, ნიდერლანდებში რაღაც წარმოუდგენელი მოხდა, ნამდვილი ეკონომიკური და კულტურული აფეთქება. ისტორიაში ამ პერიოდს ოქროს ხანას უწოდებენ. სწორედ მაშინ გახდა პატარა ამსტერდამი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი. იმის გასაგებად, თუ რა რევოლუციური იყო ეს ცვლილება, უბრალოდ შევადაროთ. ერთ მხარეს ყავთ ესპანეთის იმპერია, აბსოლუტური მონარქია, ცენტრალიზებული მმართველობით და ნულოვანი რელიგიური შემწყნარებლობით. მეორე მხარეს კი ნიდერლანდების რესპუბლიკა. აქ მეფე არ ყავთ, ძალაუფლება პროვინციებზეა გადანაწილებული, რელიგიური თავისუფლება ნორმაა და ეკონომიკა გლობალურ ვაჭრობაზე დგას. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო იყო. კარგი, მაგრამ რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს 400 წლის წინანდელი ისტორია დღეს? იმიტომ, რომ ამ პატარა ერის რევოლუციამ ისეთი იდეები დაამკვიდრა, რომლებიც დღეს ჩვენი სამყაროს საფუძველია. მოდით ვნახოთ რა დაგვიტოვა ამ ყველაფერმა. ამ რევოლუციის მემკვიდრეობა მართლაც უზარმაზარია. სწორედ აქ დაიბადა ერთ-ერთი პირველი თანამედროვე რესპუბლიკა, სადაც ძალაუფლება ხალხს ეკუთვნოდა და არა მეფეს. მათ წამოწიეს ეროვნული სუვერენიტეტის იდეა, ანუ ის, რომ ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. იმ დროისთვის წარმოუდგენელი რამ, რელიგიური შემწყნარებლობის პრინციპი დაამკვიდრეს და ბოლოს მათ შექმნეს პირველი საფონდო ბირჟა და პირველი გლობალური კორპორაციები, რითაც ფაქტობრივად თანამედროვე კაპიტალიზმს ჩაუყარეს საფუძველი. ჩვენ დღესაც იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც ნაწილობრივ მათ შექმნეს. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთი კითხვით. რას გვეუბნება ამ პატარა ერის ისტორია დღეს? რას გვასწავლის იმაზე, თუ როგორ არის გადაჭაჭული ერთმანეთთან თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეკონომიკური წარმატება და გლობალური ძალაუფლება ჩვენს თანამედროვე სამყაროში?